ტვინს აქვს ესეთი ფუნქცია, რომ იყოს კონგრუენტული, თანამიმდევრული. თუ მისი წინასწარი მოლოდინები არის რომ ეს კონფლიქტი არ მოგვარდება, მაშინაც კი თუ მეცნობიერად მინდა რომ ეს კონფლიქტი მოგვარდეს. მაგრამ რაღაცა ჩემი შემზღუდავი რწმენების გამო მგონია რომ შანსი ამის მოგვარების არ არსებობს. მაშინ მისი არაცნობიერი ინტერესი არის რომ ეს კონფლიქტი არ მოგვარდეს. გამარჯობა, მოგესალმებით, მეგობრებო, ვაგრძელებთ ჩვენ ვიდეოებს და დღეს მინდა რომ ვისაუბროთ ურთიერთმიღებაზე და ზოგადად მიმღებლობაზე. მიმღებლობა, რა თქმა უნდა, უდიდესი თემა არის ფსიქოლოგიაში, პიროვნულ განვითარებაში, ურთიერთობაში და რა თქმა უნდა, დაკავშირების მთელ ციკლში. და ის არის პირდაპირ კავშირში ემოციურ ინტელექტთან და მინდა რომ რამდენიმე ასპექტი დღეს გამოვყოთ ამისი. შეგახსენებთ რომ ჩვენ ვსაუბრობთ დაკავშირების თეორიაზე, რომელშიც გვაქვს 4 ფაზა დაახლოების დაკავშირების, განცალკევების და გლოვის და ვთქვით რომ განცალკევება არ არის აუცილებლად დაშორება, შეიძლება იყოს რაღაცასთან ან ვიღაცასთან მიმართებაში ახალ ფაზაში გადასვლა, ანუ რეალურად, როდესაც ძველი სრულდება და ახალი იწყება, თუმცა ძველი შეიძლება დასრულდეს კლასიკური განშორებით და შეიძლება დასრულდეს იმითი, რომ უბრალოდ ადამიანებს შორის ან ადამიანის თქვა თავის მიზანთან მიმართებაში რაღაცა შეიცვალოს, ხო, გარკვეული ესეთი აპდეიტი მოხდეს მის ტვინში. თუნდაც ამ სახით რომ ეს. მაშ ასე დავიწყებ კარლ როჯერსის სიტყვებით, რომელსაც უპირობო პოზიტიურ დამოკიდებულებას ეძახდა და ის ამბობდა, რომ უპირობო პოზიტიური დამოკიდებულება არის მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ ადამიანი მძევლად საკუთარ რწმენების არ გახდეს, ანუ საკუთარი რწმენების მძევალი არ გახდეს. ეხლა რასთან გვაქვს აქ საქმე? მოდით ერთი-ორი სიტყვით გავიხსენოთ შემზღუდავი რწმენები, თუ რა არის შემზღუდავი რწმენები და როგორ ყალიბდება ის. რამდენადაც ეს არის ის საკითხი, რომელიც დაკავშირების ციკლზე ყველა ეტაპზე მუშაობს და საერთოდ ადამიანის ცხოვრებაში ყველა ეტაპზე მუშაობს. ჩვენ ერთ-ერთ ვიდეოში ნათქვამი გვაქვს, რომ ადამიანი თავისი ცხოვრების 90% არაცნობიერი ლოგიკით ცხოვრობს. ანუ სინამდვილეში მას ცნობიერად არ ესმის რატომ აკეთებს ამას. მარტივი მაგალითი რომ ავიღოთ. მე შეიძლება მაგალითად გავხდი ექიმი, იმიტომ რომ ყოველთვის მაინტერესებდა, არ ვიცი, მე ვთქვათ ანატომია, ან როგორი იყო ადამიანი მოწყობილი, მაგრამ მე შეიძლება გავხდი, ეს არის ცნობიერი შრე, ანუ მე მესმის რატო გავხდი ექიმი, მაგრამ მე შეიძლება გავხდი ექიმი, იმიტომ რომ ჩემი დედა მშობელი იყო ექიმი, დედა ჩემს ყოველთვის უნდოდა რომ ექიმი ყოფილიყავი და ეს იყო ჩემი ხარკი გაღებული იმის სანაცვლოდ, რომ დედისგან მიმეღო აღიარება, დაფასება, სიყვარული და ასე შემდეგ. მაგრამ ეს მე არ მირეგისტრირდება როგორც ცნობიერი გადაწყვეტილება, მაგრამ არაცნობიერი мотиваცია ეს იყო. ანუ შესაბამისად მე გავხდი ექიმი და არაცნობიერად იმის გამო რომ დედისთვის სასურველი გამხდარიყავი. ასე რომ ადამიანი თავის არაცნობიერით ცხოვრობს და რაღაცა სხვა სტატისტიკები არსებობს, მაგრამ საშუალოდ 90%. ნუ რაც გასაგებია რომ უდიდესი ციფრი არის. ეს არაცნობიერი ძირითადად არის დაკომპლექტებული, ვთქვათ, ფორმირებული შემზღუდავი რწმენებით. შემზღუდავი რწმენები ეს არის რაღაცა ტიპის წარმოდგენები სამყაროსა და საკუთარი თავის შესახებ, რომელიც არის ნებისმიერ შემთხვევაში შეზღუდული, არასწორი, რაღაცა ჩარჩოში ჩასმული და სწორედ ეს ჩვენი შემზღუდავი რწმენები გვხვდის მძევლად საკუთარი თავის და საკუთარი რწმენების. და იმისათვის, რომ ამ ჩარჩოდან გამოვიდეთ და არ გავხდეთ მძევლები საკუთარი შემზღუდავი რწმენების, საჭირო არის ესეთი პოზიტიური, უპირობოდ პოზიტიური დამოკიდებულება საკუთარი თავისადმი და სამყაროსადმი და მოდით ვისაუბროთ რა არის ეს. მე ვისმენ შენს მოთხოვნილებებს, ვიღებ შენს უფლებას, გქონდეს ჩემგან განსხვავებული ხედვები, ვითვალისწინებ შენს ინტერესებს და მხოლოდ ამ უპირობო და უცვლელი ჭეშმარიტების გათვალისწინებით წარვადგენ და ვიცამ ჩემს მოთხოვნილებებს, ხედვებს და ინტერესებს. ანუ ეს არის ერთ-ერთი მთავარი დებულება, რა დებულებაზეც დგას სწორედ ის, რასაც ვეძახით უპირობო პოზიტიურ დამოკიდებულებას. ეს არის პოზიტიური დამოკიდებულება სამყაროში არსებული ნებისმიერი მოვლენისადმი, სულ ნეიტრალური დამოკიდებულება და როდესაც ჩვენ ვამბობთ უპირობო პოზიტიურ დამოკიდებულებას, პირველ რიგში გულისხმობთ იმას, რომ ამისი უფლება არსებობის, რომ გვესმის, რომ არის სამყაროში, თუ სამყაროში არსებობს ჩემგან განსხვავებული აზრი, ესე იგი მას აქვს უფლება რომ არსებობდეს, მე შეიძლება არ ვემხრობოდე მას, მაგრამ სულ მცირე მესმის, რომ ამ განსხვავებულ მოსაზრებას არსებობის უფლება აქვს. და როდესაც მე ვამბობ
და ვეთანხმები რაღაცა თვალსაზრისით, ვიზიარებ, უფრო სწორი იქნება. ვიზიარებ შენს მოსაზრებას, ეს სრულებითაც არ ნიშნავს იმას, რომ მე ამას ვეთანხმები ბოლომდე. ანუ მე ვიზიარებ მხოლოდ მოსაზრებას, რომ ამ მოსაზრებას არსებობის უფლება აქვს. ეს არის ერთ-ერთი მთავარი ბაზა, საიდანაც გამოდის ყველაფერი. დღეს ამისი მწვავე დეფიციტი არის. დღეს აზროვნება საზოგადოებაში, განსაკუთრებულად საქართველოს საზოგადოებაში არის ძალიან შავ-თეთრი, ძალიან პოლარული, გასაგები არის გამო, ახლა აქ არ წავალთ ამის ანალიზში, მაგრამ სწორედ საქმე არის იმაში, რომ უპირობო პოზიტიური აზროვნება ყოველთვის გამორიცხავს შავ-თეთრ აზროვნებას და ყოველთვის გამორიცხავს ან პირობებს. მესმის შენი პოზიცია არ ნიშნავს, რომ გადმოვდივარ შენს პოზიციაზე და ვკარგავ საკუთარს, ესა ძალიან მნიშვნელოვანია. მე ვრჩები საკუთარზე შენის გათვალისწინებით. შენ ვრჩები საკუთარზე ჩემი პოზიციის გათვალისწინებით, რაც ორივეს პოზიციას აკორექტირებს. სწორედ ეს არის ნებისმიერ ტიპის მოლაპარაკება იქნება თუ სწორი კომუნიკაცია იქნება თუ ურთიერთმიღება იქნება თუ დაკავშირება, დაახლოება. ნებისმიერი ბევრი სიტყვა შეგვიძლია ახლა აქ რომ გამოვიყენოთ, სწორედ ეს დებულება არის მთავარი ფუნდამენტი და საფუძველი. მესმის შენი, მაგრამ არ გადმოვდივარ შენსაზე, შენ გესმის ჩემ, მაგრამ არ გადმოდიხარ ჩემსაზე და სწორედ ეს გაგება უკვე იმთავითვე აკორექტირებს პოზიციებს და გვაახლოვებს ჩვენ. მიმღებლობა, როგორც გითხარით, არ არის ან პოზიცია, არ არის შავ-თეთრი აზროვნება და მიმღებლობა ყოველთვის იზომება ხარისხით, გრადაციით და რამდენად მეყოფა ინტელექტი გავიგო ის, რაც აქამდე მესმოდა, რაც აქამდე არ მესმოდა, რაც აქამდე არ ვიცოდი, რაც არის ახალი და განსხვავებული. სწორედ ეს არის ურთიერთმიმღებლობა. როდესაც ადამიანს შეუძლია დაუშვას და გარკვეული აზრი წაიკითხოს იმაში, რასაც არ ემხრობა. ანუ მარტივად რო ვთქვათ, რა ლოგიკა ამ ადამიანის აზროვნებაში. გასაგებია რომ არ ვემხრობი, მაგრამ რა ლოგიკა არის ამ აზროვნებაში? რა მათქმევინა ადამიანს ასეთი რამ? რატომ არის ეს ადამიანი ასეთ პოზიციაზე? ეხლა როგორც პიროვნული განვითარების ტრენერი შემიძლია გითხრათ, რომ ეს არის ალბათ აუცილებელი ესეთი სინეკანონი პირობა იმისათვის, რომ სწორად ვიმუშაოთ, ფსიქოლოგიაშიც ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის და მგონია რომ ნებისმიერ ტიპის კომუნიკაციაში ეს ძალიან მნიშვნელოვანია და მათ შორის მოლაპარაკებებში. მაგალითად ჩვენ ვხედავთ, რომ მყავს რთული კლიენტი, მსმენელი, მომლაპარაკებელი, ხა ნებისმიერი ფორმატი, რო ვთქვათ, რიგ შემთხვევაში შეუვალი. აი ძალიან რიგიდული, ძალიან შეუვალი, ძალიან აგრესიული, შეიძლება პირად შეურაცხყოფებზეც კი გადმოდიოდეს. რა თქმა უნდა, რეფლექსია არის, თავი დავიცვათ და გადავიდეთ თავდაცვაზე და თავდასხმაზე. ჩვენ გვენს ვიცით, თავდასხმა, ესაც თავდაცვის ერთგვარი სტრატეგია არის. პირველი რაც ამ დროს უნდა გაკეთდეს, უბრალოდ ეს იმპულსი უნდა შეჩერდეს, უბრალოდ ჩავხედოთ ამ ადამიანის თვალებში, აღვიქვათ ის თლიანად თავისი სხეულის ენით, დავკავშირდეთ მასთან და ვიფიქროთ, რამ ათქმევინა ადამიანს ახლა ასეთი რამ, რატო იქცევა ეს ადამიანი ესე როგორც იქცევა, რა ტკივილი აქვს, რა შესაძლებელია. შესაძლოა მე ვერ ხვდები რა ტკივილია, მაგრამ რაღაცა мотиваცია მას აქვს. საკმარისია შეკითხვები დავუსვათ ჩვენ თავს, გასაგებია რომ ჩვენ შეიძლება ვერ მივიღოთ პასუხი, იმიტომ რომ პირველად ხედავთ ამ ადამიანს. მაგრამ ამ შეკითხვების დასმა ხშირად საკმარისი არის იმისათვის, რომ რაღაცა ნაბიჯი უკან გადავდგათ, სურათი უფრო დიდი მასშტაბით დავინახოთ, უფრო ადეკვატურები ვიყოთ და ეს არის პირველ რიგში ემოციური ინტელექტი. და ჩემი მოსაზრებით ეს არის ინტელექტის ყველაზე მაღალი გამოვლინება, როდესაც შეგვიძლია რომ ესე აღვიქვათ სამყარო. რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ მე მის პოზიციაზე უნდა გადავიდე, რა რიგ ტრაგიკულიც და ესეთი ტრამბულიც არ უნდა იყოს მისი პოზიცია, რა რიგ დიდი ემპათიაც არ უნდა მქონდეს მე მის მიმართ, ეს საერთოდ არ ნიშნავს იმას, რომ ახლა მე მარტივად რო ვთქვათ, მის დაკრულზე უნდა ვიცეკო, მაგრამ გავიგო, რატომ არის ის ასეთი, შემაძლებინებს ამ სიტუაციაში საუკეთესო გამოსავალი რო ვიპოვო, ესეთი win-win და პარიტეტული გამოსავალი რო ვიპოვო და მოკლედ აქედან რაც კი შეიძლება რომ გამოვიდეს პოზიტიური, შემაძლებინებს რომ ეს გავაკეთო. თქვა არა ისე რომ არ დაკარგო ოპონენტის მიმღებლობა და მასთან დაკავშირება მომლაპარაკებლის ნომერ პირველი უნარია. ამავდროულად ის კოგნიტური და ემოციური ინტელექტის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. სწორედ ის პრინციპში რისი მაგალითიც მე მოვიყვანე. რაც ვთქვი, ეს არ ნიშნავს იმას, რომ მე მას უნდა დავეთანხმო. მე მაქვს უფლება, ნებისმიერ მხარეს აქვს უფლება, რომ თქვას არა.
მაგრამ ამავდროულად ეს არა უნდა მიდიოდეს მასთან ემოციური დაკავშირების ფონზე. არ უნდა გავწყვიტო ემოციური დაკავშირება. თუ მე შევძელი რომ ემოციურად დაკავშირებული ვიყო მასთან და ამის ფონზე თქვა არა, მაშინ ყველაფერი სწორად მიდის. არც ერთი მოლაპარაკების ასე ვთქვათ ეფექტურობა არ შეიძლება გაიზომოს რაღაცა შედეგით. ან მაგალითად მივიღებ ამაზე კის, თუ მივიღებ ამაზე არას. თუ ეს მოლაპარაკება სადღაც გაჩერდება მაგალითად ერთ ეტაპზე და გაგრძელდება შემდეგი შეხვედრის დროს, ეს ყოველთვის შეიძლება არა უფრო სწორი იყოს და კი უფრო არასწორი იყოს იმ მომენტში, ხო? ეს ყოველთვის ახლა სუბიექტურია და ყოველთვის ყველა кейსი ცალ-ცალკე უნდა განიხილებოდეს. მაგრამ თავარი, რაც განსაზღვრავს, სწორია თუ არა იმ რასაც ჩვენ მეძახით ტრანზაქციას, ანუ ურთიერთობა ორ ადამიანს შორის. იქნება ეს საქმიანი, იქნება ეს პირადი ურთიერთობა. ამას არ აქვს მნიშვნელობა, არ დავკარგო დაკავშირება და არ დავკარგო ჩემი პოზიციაც. აი ეს ორი თითქოს ურთიერთგამომრიცხავი. მიცი რომ არ არის ურთიერთგამომრიცხავი. ეხლა ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, რომელზეც მინდა რომ ვისაუბროთ, ეს არის ინტერესთა კონფლიქტი versus მოთხოვნილებათა კონფლიქტი. ესე იგი, ინტერესი და მოთხოვნილება არის აბსოლუტურად განსხვავებული რამ. მოდით ახლა გავშალოთ რა არის ეს და როგორ მიმართებაშია ისინი ერთმანეთთან და რა მიმართებაშია ეს ყველაფერი დაკავშირებასთან და ურთიერთმიმღებლობასთან. პირველად ყოველთვის მოდი ვთქვათ რა არის კონფლიქტი, ერთ-ერთი განმარტება, ეს არის დონოჰუს და კოლტის განმარტება არის კონფლიქტის შესახებ სიტუაცია, რომელშიც ურთიერთდაკავშირებული ადამიანები საკუთარი ინდივიდუალური მოთხოვნილებების და ინტერესების დაკმაყოფილებისათვის ავლენენ манифестირებულ ან ფარულ განსხვავებებს და განიცდიან ერთმანეთის მხრიდან არასასურველ ჩარევას საკუთარი მიზნების მიღწევის გზაზე. პირველ რიგში რომ ეს ადამიანები და მხარეები რაღაცით უნდა იყვნენ დაკავშირებული, რაღაცა საერთო უნდა გქონდეთ მათ. მეორე რომ ამ საერთოსთან ერთად უნდა გქონდეთ განსხვავებული და უნდა ერეოდენ ერთმანეთის მხარეს იმისათვის რომ სასურველ მხარეს გადაწონონ ეს სიტუაცია. მარტივად რომ თქვათ, ხო? ძალიან საინტერესო ესეთი შეკითხვა მინდა დაგისვათ, რომელსაც ხშირად ვსვამ ხოლმე ნებისმიერ ტრენინგების დროს, მათ შორის კორპორაციულში. ავიღოთ ესეთი რამ, თქვენი მოსაზრებით, რა შანსია იმისა, რომ უახლოესი, თქვათ 10 წლის განმავლობაში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აღდგება. აი უბრალოდ თქვენ ემოციურად ეხა გაეცით პასუხი 1-დან 100-მდე, თქვათ, ხო? რა შანსია იმისი, რომ უახლოესი 10 წლის განმავლობაში ტერიტორიული მთლიანობა აღდგება. ნუ სინამდვილეში მოდი ვთქვათ, რომ რა პასუხიც არის, რატო დავსვე შეკითხვა, რომ როდესაც ჯგუფის რა პროცენტს ჯერა, რომ მაგალითად საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აღდგება, ზუსტად ისეთივე შანსია აღდგენის. არსებობს ესეთი კვლევები ჩატარებული, ანუ წინასწარი მოლოდინი რისი არის ამ შემთხვევაში, ხო? და რამხელა სივრცესაც იკავებს პრობლემის მოგვარების რწმენა, იმხელა შანსია მისი მოგვარების. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. თუ მე მივდივარ სასაუბროთ ადამიანთან და მე მაქვს წინასწარი განწყობა იმისა, რომ მოგვარების შანსი არის 5%, შესაბამისად მოგვარების შანსი იქნება 5%. მაგრამ თუ მე შინაგანად მაქვს რწმენა იმისა, რომ შანსი მაღალია და ეს არის პირდაპირ კავშირში იმასთან, თუ რამდენად ემოციურად შემიძლია მე ამ ადამიანის აღქმა და დაკავშირება, მაშინ კონფლიქტის მოგვარების შანსი შესაბამისად მაღალი არის. ინტერესები დავუბრუნდეთ სწორედ ინტერესებს და მოთხოვნილებებს, ხო? ინტერესები ყოველთვის არის ზედაპირული და ცვალებადი. მოთხოვნილებები არის ბაზისური და მყარი. ეხლა ნახოთ რა არის ინტერესები. ინტერესები შესაძლებელია უფრო ხელმოსაჭიდი რაღაცა, მატერიალური, ეს შესაძლებელი იყოს ხელფასი, მიწა, არ ვიცი, ფული, სამსახური და ასე შემდეგ, ხო? რაც შეეხება მოთხოვნილებებს, ის არა ხელმოსაჭიდი არის, უფრო სიღრმისეულია, უფრო ბაზისურია. მაგალითად, როგორიც არის უსაფრთხოება, აღიარება, სიყვარული და ასე შემდეგ, ხო, იდენტობა მაგალითად და ასე შემდეგ. მაგრამ ყველაზე კონფლიქტ პროვოკაციული და ემოციური მოთხოვნილებათა კონფლიქტია. ისინი ადამიანის და შესაძლებელია ერის არაცნობიერთანაა დაკავშირებული. ესე იგი, მოთხოვნილებათა კონფლიქტი
არის ყოველთვის მტკივნეული და არა ინტერესთა კონფლიქტი. ინტერესთა კონფლიქტი ყოველთვის მეორადია, ის უფრო ზედაპირული შრია, თუმცა ის ზემოდან არის. რამდენადაც მოთხოვნილებათა კონფლიქტი არის არაცნობიერი, ის სიყვარულთან, მიღებასთან, დაცულობასთან, უსაფრთხოებასთან არის კავშირში, ის არის პირდაპირ რეფლექსური და წასული არის ადამიანის ან თუნდაც სოციუმის არაცნობიერში და მას ზემოდან შრედ და ფენად ადევს ფრიად მატერიალური რამ, მაგალითად როგორც არის კარგი ხელფასი, არ ვიცი, დიდი სახლი, არ ვიცი, მაგალითად პარტნიორი, სასიყვარულო ან საქმიანი და ასე შემდეგ. სინამდვილეში ყველაფერი ამის უკან შეიძლება იყოს მოთხოვნილება უსაფრთხოების, ხო? მაგრამ ყველაზე მტკივნეული არის ის შრე, სადაც უსაფრთხოებაზე მოთხოვნილებაზე მივდივართ და არა ინტერესებზე. ხო, ძალიან ხშირად ინტერესების შრე, რა თქმა უნდა, კონფლიქტურ მხარეს აქვს ერთი და იგივე. ანუ სწორედ ამ შრემდე ჩასვლა გვაძლევს იმის საშუალებას და მასზე კონცენტრირება გვაძლევს იმის საშუალებას, რომ კონფლიქტი მოგვარდეს და ირკვევა, რომ ორივე მხარეს ერთი და იგივე უნდა. გასაგებია, ნებისმიერ მხარეს სჭირდება უსაფრთხოება და გარანტიები მიღება, დაფასება. ამიტომ, როდესაც აი ამ ზედა ნაწილს მოვაშორებთ ხოლმე და ერთმანეთს შევხედავთ ამ რაკურსიდან და ამ გადმოსახედიდან, ძალიან ხშირად ეს არის სწორედ გადადგმული ნაბიჯი ურთიერთმიღებისათვის. საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა, იქნება ეს წყვილის ურთიერთობა და წყვილის ურთიერთობაში ხო საერთოდ სიყვარული უნდა, ხა, როდესაც ესეთი ტიპის ურთიერთობა არის, ინტერპერსონალურ ურთიერთობაში აღიარება სიყვარული დაცულობა არის მნიშვნელოვანი, მაგრამ ზუსტად იგივენაირად მუშაობს ეს საქმიან ურთიერთობაში. და როცა ჩვენ ვატარებთ ხოლმე კორპორაციულ ტრენინგებს ამასთან დაკავშირებით, სწორედ ვცდილობთ, რომ ვასწავლოთ საუბარი ისე და ამისი მოდულაციები ხდება, მოდელირება ხდება ხოლმე, რომ ვანახოთ, როგორ უნდა ჩახვიდე იმ შრემდე, სწორედ ესეთი სოკრატული დიალოგის სახით, როგორ უნდა ჩახვიდე იმ შრემდე, რომელ შრეშიც შენსა და ოპონენტს შორის განსხვავება არ არის, სადაც ჩვენ ორივეს ერთი და იგივე გვინდა და ამას აქვს ხოლმე წარმოუდგენელი შედეგი. საერთოდ არსებობს ასევე ასეთი სტატისტიკა და ბევრი кейსები ამისი, როდესაც ერთ სიტყვას ან ერთ წინადადებას გადაუწყვეტავს ხოლმე მოლაპარაკების ბედი. ანუ თითქოს მოლაპარაკებები მიდის ჩიხში და ადამიანმა შეიძლება თქვას ერთი სწორი წინადადება და აი რაღაცა ყველაფერი უცებ წამიერად იცვლება ხოლმე. და რომ განგვიხილავს რა იყო ეს ერთი წინადადება, ის აუცილებლად ჩადის ბაზისურ დონეზე, ეს სწორედ მოთხოვნილებების დონეზე, ანუ სწორი გარტყმა იყო გაკეთებული და ისიც რა არის, თავარი არის, რომ ერთ რამ უნდა გავიგოთ. ვერავინ ვერავის ვერ მოატყუებს. ესეთი რამე უბრალოდ არ ხდება. ადამიანებს იმხელა ფილტრი გვაქვს იმისი, რომ გულწრფელობა წავიკითხოთ, რომ რაღაც შემთხვევაში შეიძლება მე ამაზე თვალი დავხუჭო, მაგრამ ვერასდროს ამითი ვერავის ვერ მოატყუებ და ვერ მოტყუდები. ამიტომ ყოველთვის უნდა ვიყოთ გულწრფელები. ჩემი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი გამონათქვამი არის, როცა არის როგორ უნდა მოიქცე, ყველაზე რთულ მდგომარეობაში უნდა მოიქცე გულწრფელად და არასოდეს არ შეცდები. და გულწრფელობა ყოველთვის ამ შრეზე ჩადის, რასაც ქვია მოთხოვნილებების შრე. ძალიან ხშირად ამ შრეზე ჩასასვლელად ადამიანს ხელს უშლის წინასწარი ნეგატიური განწყობილებები, როგორც არის ზიზღი, ბრაზი, შიში და ასე შემდეგ, რომლებიც ფარავენ ამ მოთხოვნილებათა შრეს და რომლებიც რა თქმა უნდა ფრიად ართულებენ დაკავშირებას სხვა ადამიანებთან. კონფლიქტი ვერ მოგვარდება, თუ ბაზისური არაცნობიერი მოთხოვნილება ფარულია ან რეპრესირებულია. ხო, ეს არის პრობლემა. ადამიანს ხანდახან არ ურეგისტრირდება, რომ ასე სჭირდება. ანუ თუ ბავშვობაში ადამიანს ბავშვს ძალიან დაუცველ გარემოში იზრდებოდა და არ არის საჭირო და აუცილებელი, რომ რაღაც გეტოში იზრდებოდეს ან ომის პირობებში. შეიძლება ძალიან გარედან ჩვენად ესეთი ოჯახი იყო შემდგარი, ძლიერი, რაღაცა ვთქვათ, ყველანაირად მატერიალურადაც ვთქვათ, არც ვთქვათ დაშორებული იყო დედმამა და ასე შემდეგ, მაგრამ მაგათად ემოციური კავშირი არ იყო ბავშვთან, ხო? რაც არ უნდა იყოს მის ემოციებში დაჯდა დაუცველობის ძალიან ტრავმული ესეთი ფონი დაუჭდა. და ეს საკმაოდ ძველ პატარა ასაკში მოხდა. და იმდენად მტკივნეული იყო მისთვის ეს ყველაფერი, რომ რეალურად მან ამასთან გაწყვიტა კავშირი. ანუ არ ურეგისტრირდება, არც მენტალურად და თითქოს არც ემოციურად ის, რომ მას უსაფრთხოება ჭირდება. ახლა ამბობს ამ ხალხაცი ვარ. რა შენი წონა ფული მაქვს. იტყვიან ხოლმე რა მინდა მე უსაფრთხოება. უსაფრთხოება სხვა რამ არის აბსოლუტურად. ამიტომ როდესაც ჩავდივართ იმ შრეზე, თუ ეს შრე რეპრესირებულია, თუ ამ კარები ისე
ჭიდროთ არის მოკეტილი, რომ ადამიანს არ უნდა ამის გაღება მისი მტკივნეულობის გამო. მაშინ ესეთი ადამიანები, რა თქმა უნდა, ითვლებიან კონფლიქტურ ადამიანებად. კონფლიქტური ადამიანები სწორედ ესეთი ადამიანები არიან. რა თქმა უნდა, მაშინ განსაკუთრებული ოსტატობა გჭირდება იმისთვის, რომ და სიფრთხილე და მოთმენა იმისთვის, რომ ეს კარები უმტკივნეულოდ შევაღოთ, თუ ამის საჭიროება არის, რა თქმა უნდა. ახლა თუ არ არის ამის საჭიროება, რა თქმა უნდა, ადამიანს არ აქვს ახლა მისჯილი ის, რომ ყველა ადამიანთან კონდეს ურთიერთობა, არ მოსწონს, არ ექნება ურთიერთობა. მაგრამ არის სიტუაციები, სადაც ჩვენ არ ვირჩევთ, ვისთან გვექნება ურთიერთობა. ხო, ამ დროს ადამიანი ხდება საკუთარი რწმენის მძევალი და ეს რწმენა არის კონფლიქტი ვერ მოგვარდება და მისი არაცნობერი ინტერესი უკვე ამ კონფლიქტის არ მოგვარება ხდება. აი ეს არის ძალიან საინტერესო. ტვინს აქვს ესეთი ფუნქცია, რომ იყოს კონგრუენტული, თანამიმდევრული. თუ მისი წინასწარი მოლოდინები არის რომ ეს კონფლიქტი არ მოგვარდება, მაშინაც კი თუ მეცნობიერად მინდა რომ ეს კონფლიქტი მოგვარდეს. მაგრამ რაღაცა ჩემი შემზღუდავი რწმენების გამო მგონია რომ შანსი ამის მოგვარების არ არსებობს. მაშინ მისი არაცნობერი ინტერესი არის რომ ეს კონფლიქტი არ მოგვარდეს. ეს ძალიან ესეთი შრიარი, აი ძალიან ფაქიზი შრიარი და რთულად დასაჭერი შრიარი. უბრალოდ ამ დროს დაფიქრდით იმაზე, რამდენად გაქვთ რწმენა იმისა, რომ რაღაცა სიტუაცია მოგვარდება, რაღაცა კონფლიქტური სიტუაცია მოგვარდება, ხო? და მე უნდა მიხვდეთ, რომ რამხელა პროცენტიც არის, რაზეც ვილაპარაკეთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მაგალითიდან გამომდინარე. ზუსტად იგივენაირი ინტერესია თქვენ ტვინში, რომ ეს თქვენი მოლოდინები გამართლდეს. ეს უბრალოდ ტვინის ესეთი მატრიცა არის, ვერ ვიქნებით აქ მე და თქვენ განსხვავებულები. ამიტომ პირველ რიგში დავაკორექტიროთ მოლოდინები. მოლოდინები ძალიან მნიშვნელოვანი თემა არის. თუ ადამიანი თავისუფალია მძევლობის აზროვნებისგან, იმიტომ რომ სწორედ ეს არის, რომ მძევალი ხდები საკუთარივე შემზღუდავი რწმენის, მას აქვს ფუნდამენტური რწმენა, რომ კონფლიქტი მოგვარდება და ჩვენ ვიცით, რომ არსებობს გამოუვალი მდგომარეობა, ხო? კონფლიქტის მოგვარების მთავარი პრინციპია იმის გააზრება, რომ კონფლიქტი ერთდროულად მარტივიც არის და რთულიც. აი, ესაც ძალიან მნიშვნელოვანია ესეთი დუალისტური დამოკიდებულება არის ამისადმი. მხოლოდ ერთი დამოკიდებულება კონფლიქტის მოგვარების პროცესს ჩიხში შეიყვანს აუცილებლად. პირველი მოსაზრება, რომ კონფლიქტი ძალიან კომპლექსურია, ძალიან რთულია, მოუგვარებელია, მძევლობა არის ამავე მოსაზრების. მეორე, რა კონფლიქტი ეს არის და ეხა ეს ერთი ხელით მოსმით, ასე ვთქვათ, მოგვარდება, გარკვეული აცილების ესეთი ნატიფი სტრატეგია არის, რაც ასევე წინასწარ გაუფასურებას აკეთებს ამ საკითხის და ამ გაუფასურებისვე ერთგულები ვრჩებით მე. ამიტომ უნდა გვესმოდეს ეს დებულება ძალიან მნიშვნელოვანია. ეს საკითხი არც იმდენად მარტივია და არც იმდენად რთულია, როგორც შეიძლება ეჩვენოს ადამიანს, ხო? აქედან გამომდინარე არსებობს კონფლიქტის მოგვარების 4 ძირითადი პრინციპი, რაზეც მინდა რომ დღეს ვისაუბროთ, ეს კოლბიზერის მიხედვით არის. პირველი ეს არის არასდროს შექმნა მტერი. ანუ ოპონენტი არ არის მტერი, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ის ადამიანი, რომელსაც ვესაუბრები და რომელიც შეიძლება ეხლა მეორე პოზიციაზე არის, პირველ რიგში მას აქვს ამის უფლება, მეორე მე რომ დაკავშირებული ვარ მასთან და მესამე რომ ის არ არის მტერი, ოპონენტი არ არის მტერი. აქ არის ფუნდამენტური ესეთი მანიფესტი, არსებობს ესეთი ტრანზაქციული ანალიზისშიც ვიყენებთ ხოლმე ამას ხშირად. ეს არის I'm okay, you are okay, ანუ მეც კარგი ვარ, შენც კარგი ხარ, ხო მეც საკმარის ვარ, შენ საკმარის ხარ, ჩემი პოზიციაც სწორია, შენი პოზიციაც სწორია, ну ნორმალურია და ასე შემდეგ. ხო, აი ზუსტად ეს არის ხა ერიკ ბერნის პრინციპი არის, რაც იმას ნიშნავს, რომ იწყება ტრანზაქცია ამითი. მეც ოკეი ვარ, შენც ოკეი ხარ, ხო? ну შენ ამ შემთხვევაში შეიძლება იყოს სამყაროც. ეს არის ტრანზაქციების ზოგადად მთავარი ბაზა, მაშინაც კი თუ საჭიროა მყარი საზღვრების დაწესება და დაცვა. ნახეთ, მყარი საზღვრების დაწესება და დაცვა საერთოდ არ გამორიცხავს იმას, რომ იქითა მხარე თავის პოზიციაში არგუმენტირებულად შეიძლება სწორი იყოს. მას აქვს ასე აზროვნების უფლება, სულ მცირე, ხო? და ძალიან მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, ამ დროს გარდავქმნათ ჩვენი მტერი უკვე თანამოაზრეთ და სწორედ ის როცა სტრესის მართვაზე ვსაუბრობთ, რომ აი ესეთი სწორი რეფლექსი არის, რომ სტრესზე რეაქცია გარდაიქმნას გამოწვევაზე რეაქციად, ანუ ეს სტრესი კი არ არის გამოწვევაა ჩემთვის, ხო, ეს არის სწორედ ეს ფილოსოფია. და მე ვახსენე კიდევაც მგონი რომელიღაცა ვიდეოში ჩემი ერთ-ერთი ყველაზე კრიზისულ მდგომარე სიტუაცია, როდესაც იქნება ხოლმე მაგალითად მოლაპარაკებაში, ყოველთვის მიფიქრია ხოლმე, ამიღია პაუზა და მიფიქრია ხოლმე, რომ
როგორ არ უნდა გამოვიჩინო ახლა მეტი გონიერება ვიდრე ამ ადამიანმა, ხო? ანუ ახლა გასაგებია რომ სრთულ მომლაპარაკებელთან არის ხოლმე ყოველთვის ხა ესეთ უპრობლემო ადამიანთან, რომელსაც თანაც შეიძლება მოქნილად საუბარი ყველა თემაზე, ესეთი აზროვნება არ გვჭირდება რა, მაგრამ ზუსტად ის რომ გარდაქმნა, როგორ არ უნდა მეყოს იმის გონიერება, რომ ახლა აქ დავიჭირო რაღაცა, რაც ამ ადამიანს ჩემთან ამოაზრეთ აქცევს, იმიტომ რომ და ჩავიდე იმ ბაზის უშრეზე, სადაც ჩვენ საერთო ინტერესები გვაქვს. არ არსებობს ესეთი მოლაპარაკება, სადაც ეს შეუძლებელია. თავარია პოვნა ამისი. ეს არის აქ თავარი. და ამ შემთხვევაში ემოციური ინტელექტი არის ძალიან მნიშვნელოვანი. ადამიანი არასოდესაა პრობლემა, ყოველთვის პრობლემა, არასოდეს არ დავარქვათ ადამიანს პრობლემა. განაცალკევი ადამიანი პრობლემისგან და დაფოკუსირდი პრობლემაზე. ესაც ძალიან მნიშვნელოვანია. ადამიანის მოშორებით ვერ მოიშორე პრობლემას. ეხლა ძალიან ხშირად ამბობენ, რომ არ გამოცემის დამთავრდა. ხო, მესმის რომ ჩვენ კიდე ერთხელ მეორე არ გვაქვს მისჯილი ყველა პრობლემურ ადამიანთან კონდეს ურთიერთობა და დაუსრულებლად ვიღაც ადამიანები არ ვიცი ვათრიოთ ზურგზე მოკიდებულები. მაგრამ ერთი რამეც უნდა გვესმოდეს, რომ ადამიანის მოშორებით ხშირად პრობლემა არ შორდება. კორპორაციებში ეს არის ნომერ პირველი კანონი. ძალიან ხშირად ხდება ხოლმე ასეთი რამ, რომ მაგალითად რომ ადამიანი ვერ გაუძღვა თავის თქვათ რაღაცა ფუნქციებს სწორად, ის მექანიკურად იქნა მოშორებული, მოვიდა მის ადგილას სხვა ადამიანი და აქ მუშაობს ეგრეთ წოდებული ejected seat syndrome-ს ეძახდა ამგდები სკამის სინდრომი. ანუ თითქოს ამ სკამზე ვერავინ ვერ ჩერდება. მოვიდა მეორე, რომელიც ძალიან კარგი პროფესიონალი იყო, ისაც ვერ გაჩერდა მესამე, მეოთხე და ასე შემდეგ. აი ორგანიზაციულ განლაგებებში, სისტემურ განლაგებებს როცა ვაკეთებ, ეს ერთ-ერთი ძალიან ცნობილი პრობლემა არის ხოლმე. რაც იმას ნიშნავს, რომ ადამიანის მოშორებით პრობლემა ვერ შორდება. პრობლემა სისტემაში რჩება, უნდა ინახოს რა არის ამ შემთხვევაში პრობლემა და განცალკევდეს ეს პრობლემა ამ კონკრეტული ადამიანისაგან. ადამიანის მოშორება დაკავშირების გაწყვეტა აღქმული იქნება როგორც თავდასხმა და რეაგირებას, რა თქმა უნდა, იქნება ინსტინქტური. ამ შემთხვევაში ჩვენ ამას ვერ დავარეგულირებთ. ადამიანი თუ მოშორდა, იქიდან უსიამოვნება გარანტირებული გვაქვს, ნუ ეს თუ არასწორად, ხო? გავუშვით მაგალითად ადამიანი არასწორად დავამთავრეთ ურთიერთობა, მაშინ იქიდან რეფლექსური რეაგირება იქნება. იქნება მტრული განწყობა, უსამართლობის განცდა და ასე შემდეგ. მესამე ეს არის შეინარჩუნეს სურვილი, რომ ოპონენტს დაეხმარო მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას, ჩვენ ვისაუბრეთ მოთხოვნილებებზე. ჩადი მოთხოვნილებებში და გაიგე სად არის ის წერტილი, სადაც ჩვენ თანაზიარი ვართ. არსებობს ეს გამონათქვამი მოლაპარაკებების ხელოვნებაში, დადე თევზი მაგიდაზეო, ხო? ანუ თევზი მაგიდის ქვეშ კი არ უნდა იყოს, მაგიდაზე უნდა იყოს, რაც იმას ნიშნავს, რომ სათქმელი ყოველთვის უნდა იყოს გამოთქმული პირდაპირ და ნათლად. ბუნდოვანი მეტყველების ხელოვნება ცალკე ხელოვნებაა და როდესაც თვითპოზიციონირების და მოლაპარაკებების უნარების ტრენინგს ვატარებთ, განსაკუთრებულად კორპორაციულ შეხვედრებში და ფორმატში, არის სიტუაციები, სადაც ადამიანს შეიძლება ჭირდებოდეს ბუნდოვანი მეტყველება და ამას ცალკე ასწავლიან. მაგრამ მე შეიძლება იყოს ჩვენი მოლაპარაკებების რაღაც მცირედი პროცენტი. არ შეგეძლოს რომ ნათლად გამოთქვა მოსაზრება სხვადასხვა მიზეზების გამო და მათ შორის არაცნობიერი მიზეზების გამო. ეს აბსოლუტურად სხვა პრობლემა არის, ხო? მეოთხე ეს არის არასდროს გაგიტაცოს თავდასხმამ და ინტენსიურმა ემოციებმა. რას ნიშნავს ეს? აი აბსოლუტურად ესეთი შეზღუდვა კი არა, აი ესეთი ნონგრატა, რასაც ქვიან, დაუშვებელი რამ არის, აგრესიული, ზოგადად აგრესიული საქციელი, აგრესიული გამონათქვამი. შეინარჩუნე ნათელი აზროვნება და არ დაკარგო მხედველობიდან მიზანი. როცა გრძნობ რომ უტევ ან უკან იხევ, შეცვალე ფიქრთა წყობა და ჩაანაცვლე ის დახმარების ან პროფესიულ როლში დარჩენის სურვილით. ესაც ძალიან მნიშვნელოვანია. ხშირად არც უკან დახევა არის სწორი და არც თავდასხმა არის სწორი. როცა ხედავ რომ ეს ორივე იმპულსი რაღაცნაირად უკვე გადაჭარბებულად გაჩერდი და ყოველთვის ეცადე რომ პროფესიულ ჩარჩოს არ გაცდე. დარჩი პროფესიონალი იმ შემთხვევაში, ხო? არ აქვს მნიშვნელობა რა პოზიციაზე ხარ. შეინარჩუნე დაკავშირება ამაზე. ვისაუბრეთ უკვე მისი სიტყვების, ქცევების უკან გაიგონე მისი მოთხოვნილებები და ტკივილები. ეს ამნიშნულოვანია დაუსვის შეკითხვები, როცა გიტევენ, რითიც რაც თქვით კიდევაც დასაწყისში და თუნდაც შენ თავს დაუსვის შეკითხვები. დაუსვი მას შეკითხვები, დინამიკა დააგდე. შეკითხვა, როდესაც უკვე ინტერაქცია არის და არა მონოლოგია, ყოველთვის ცვლის მოლაპარაკებების დინამიკას
და გახსოვდეს, რომ არაფერია პირადული. ეს კიდევ ერთი ძალიან დიდი თემა არის, რომელსაც შესაძლებელია შემდეგ ვიდეოებში შევეხებით კიდევ უფრო ცალკე და გავშლით, თუ რას ნიშნავს არაფერი პირადული. მაგრამ ეს პოსტულატი ჩემთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. იმიტომ რომ როდესაც ადამიანი გადმოდის პირად შეურაცხყოფაზე, ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ თუ ჩვენ ამაზე რეფლექსური რეაგირება გვაქვს, მაშინ ჩვენ მისი თამაში ვითამაშეთ. ეს კი სწორი არ არის ოპონენტის მხარეს, ოპონენტის მოედანზე, არასდროს არ უნდა გადავიდეთ, ჩვენ უნდა დავრჩეთ იქ, სადაც ძლიერები ვართ და ძლიერი მხარე ყოველთვის პროფესიონალიზმია. დღეს ამითი დაგემშვიდობებით გავაგრძელებთ ამ თემებზე საუბარს უკვე შემდეგ ვიდეოებში, წარმატებებს გისურვებთ.